ქართველი კალათბურთელების მეორე გამარჯვება ევრობასკეტზე. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი 32 ქულიანი სხვაობით 93-61 დაამარცხა. მანამდე საქართველოს ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს მოუგო. მომდევნო ორ მატჩში კი იტალიასთან და საბერძნეთთან დამარცხდა. შემდეგ მატჩს საქართველოს 4 სექტემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხი ორი სტადიონზე გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ბულგარეთს უმასპინძლებს. ორივე მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. საქართველოს ტრავმების გამო ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე გამოაკლდებიან. ესპანურმა ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივარს წარუდგინა. ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. Eagle Football Group-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ესპანურმა კლუბმა მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონს 36 მილიონი ევრო გადაუხადა. მიქაუტაძემ ვილიარეალთან კონტრაქტი კვირას 31 აგვისტოს გააფორმა. ის ახალ კლუბში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ლუკა გაგნიძემ მოსკოვის დინამო დატოვა. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში გრანადაში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. გრანადა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. 22 წლის ნახევარმცველი მოსკოვის დინამოში 2021 წლიდან თამაშობდა. ლა ლიგა 2-ში კიდევ ერთი ქართველი იური ტაბატაძე თამაშობს, რომელმაც კადისში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.